ეს ფილმი ბევრმა იცის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ესეთი რამ რეალურად მოხდა. ჯოჯოხეთი უნივერსიტეტის სარდაფში, როგორ იქცნენ ჩვეულებრივი სტუდენტების სასტიკ ჯალათებად. წარმოიდგინეთ 1971 წლის ზაფხული, კალიფორნია. სტენფორდის პრესტიჟული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სარდაფი, სადაც სულ რამდენიმე დღეში ცივილიზებული სამყაროს ნიღაბი ჩამოიხსნა და ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელი მხარეები ამოდივდივდა. ფილიპ ზიმბარდოს მიერ დადგმული ეს ექსპერიმენტი დღემდე რჩება კრიმინალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და საზარელ ფურცლად. ყველაფერი გაზეთში გამოქვეყნებული მარტივი განცხადებით დაიწყო. ზიმბარდომ შეარჩია 24 სრულიად ჯანსაღი, ფსიქოლოგიურად მდგრადი და კანონმორჩილი ახალგაზრდა მამაკაცი. მონეტის აგდებით ისინი ორ ჯგუფად გაიყვნენ: პატიმრებად და ზედამხედველებად. არანაირი განსხვავება მათ ფიზიკურ მონაცემებში ან ხასიათში არ არსებობდა, თუმცა როლებმა ყველაფერი შეცვალა. დაპატიმრების პროცესი ნამდვილი თრილერებით დაიწყო. პოლიციამ მონაწილეები საკუთარ სახლებში აიყვანა. წაუყენა შეიარაღებული ყაჩაღობის ბრალდება. აუღო თითის ანაბეჭდები და თვალახვეულები მიიყვანა სტენფორდის სარდაფში მოწყობილ ხელოვნურ ციხეში. აქ მათ წაართვეს ყველაფერი პირადი: ტანსაცმელი, სახელი და იდენტობა. მათ ჩააცვეს უხეში ხალათების აცვლების გარეშე. თავზე ქალის კოლგოტები ჩამოაცვეს გადაპარსული თავის ილუზიის შესაქმნელად, ხოლო ფეხზე მძიმე ჯაჭვი დააბეს. მათ აღარ ჰქონდათ სახელები. ისინი მხოლოდ ნომრები იყვნენ. მეორე მხარეს იდგნენ ზედამხედველები, სამხედრო ფორმაში, ხელკეტებით და სარკისებური სათვალეებით, რომლებიც თვალებით კონტაქტს შეუძლებელს ხდიდა. მათ მხოლოდ ერთი ინსტრუქცია ჰქონდათ: შეექმნათ პატიმრებისთვის უმწეობის, შიშისა და თვითნებობის განცდა. ფიზიკური ძალადობა აკრძალული იყო, თუმცა ფსიქოლოგიური ტერორი პირველივე საათებიდან დაიწყო. ექსპერიმენტი, რომელიც 2 კვირას უნდა გაგრძელებულიყო, მე-6 დღეს სრული კატასტროფით დასრულდა. მეორე დღესვე იფეთქა ამბოხმა, ზედამხედველებმა ცეცხლმაქრებით ჩაახშეს. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი საშინელება. ზედამხედველების ყოველ მესამე წევრში სადისტური მიდრეკილებები გამოვლინდა. ისინი აიძულებდნენ პატიმრებს საპირფარეშოების შიშველი ხელებით ეწმინდათ, ართმევდნენ საჭმელს, აიძულებდნენ საათობით გაშეშებულებს დგომას და ღამით, როცა ეგონათ, რომ კამერები არ უყურებდათ, წამების ახალ მეთოდებს იგონებდნენ. პატიმრები მორალურად განადგურდნენ. ერთ-ერთ მონაწილეს მთელ ტანზე ფსიქოსომატური გამონაყარი გაუჩნდა, როცა გაიგო, რომ ვადაზე ადრე არ უშვებდნენ. სხვები ისტერიკაში ვარდებოდნენ, ტიროდნენ და ადეკვატური აზროვნების უნარს კარგავდნენ. თავად ზიმბარდოც კი ისე შევიდა როლში, როგორც ციხის უფროსი, რომ რეალობის აღქმა დაკარგა. მხოლოდ მისი საცოლის, კრისტინა მასლაკის ჩარევამ და პროტესტმა შეაჩერა ეს შეშლილობა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ეს ექსპერიმენტი შესაძლოა უფრო დიდი მანიპულაცია იყოს, ვიდრე მეცნიერული კვლევა. კონსულტანტმა კარლო პრესკოტმა, რომელიც თავად იყო ნაჯდომი ციხეში, აღიარა, რომ ზედამხედველებს წამების მეთოდებს თავად კარნახობდა. ბევრი მონაწილე მოგვიანებით ამბობდა, რომ ისინი უბრალოდ თამაშობდნენ იმ როლს, რასაც ექსპერიმენტატორები მათგან ელოდებოდნენ. მიუხედავად კრიტიკისა და ფალსიფიკაციის ბრალდებების, სტენფორდის ექსპერიმენტი დარჩა მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი იქცეს მონსტრად, თუ მას ძალაუფლებას მისცემ და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებ. ეს არის ისტორია იმაზე, რომ ბოროტება ხშირად არ აპიროვნებაში, არამედ იმ სისტემაშია, რომელშიც ის ხდება.